მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე, ასევე YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს სკოლებში პირველ კლასელთათვის პირველი ზარი დაირეკა და საქართველოს მასშტაბით ასევე ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს პირველ კლასში 42,000-მდე მოსწავლე საჯარო სკოლაში, ხოლო 7,000-მდე კერძო სკოლაში იწყებს სწავლას. პირველისად კიდევ ერთხელ გილოცავთ წარმატებულ საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ და ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმართან ერთად. შემოგვიერთა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელ და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალუნდაძე. მოგესალმებით, კალუტონ ლალი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თქვენს გილოცავთ, როგორც უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია სისტემურად დააწყოს ეს პროცესი. როგორ ხვდებით ახალ სასწავლო წელს, რამდენადაც ვიცი, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით ახალი სასწავლო წლისთვის. საქართველოს საჯარო სკოლების პირველი კლასელები და მათი დამრიგებლები ასევე მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს. დღეიდან ყველა სკოლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი, რაც მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხვა მოსწავლეების დასწრება და შეფასება, ხოლო მშობლებს ყოველდღიურად გქონდეთ ინფორმაცია მათ მშობლებთან დაკავშირებით, მათ შვილებთან დაკავშირებით სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ეს ძალიან კარგი სისტემაა და ვფიქრობ, რომ ბევრ შემთხვევაში, როგორც მასწავლებელს, ასევე მშობელს უადვილებს პროცესში იყოს სრულყოფილად ჩართული. ამას გარდა გარკვეული ვთქვათ სიახლეები არსებობს და მე სწორედ თქვენგან მინდა მოვისმინოთ დღეს რა სიახლეებზეა საუბარი. მოგესალმებით, შემოგიერთდებით მილოცვებში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველა პირველ კლასელს, რომლისთვისაც ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება და შთამბეჭდავი ეს დღე, ასევე მშობლებს, სხვა კლასების მოსწავლეებს, რომლებმაც სამი თვე დაისვენეს და ასე ვთქვათ, ვიცი რომ ნამდვილად ძალიან ასე ვთქვათ, ელოდებიან ამ კლასელებთან შეხვედრას, მასწავლებლებს, რა თქმა უნდა, უსურვებ ნაყოფიერ სასწავლო წელს და სკოლის ადმინისტრაციებს. საცობებია დღეს დილიდან განსაკუთრებული ფუსფუსია, როცა გვახსენდება ჩვენ როგორ ემოციით ვიყავით პირველ სასწავლო დღესთან დაკავშირებით, აი იგივე გრძელდება ეს მე მთელი ცხოვრება რო გახსოვს, ამიტომ დღევანდელი დღე მართლაც განსაკუთრებულია და მეთანხმებით. ნამდვილად შთამბეჭდავია. ასევე დღეს დაიწყო სწავლება ბაღებში და მათთვის ალბათ კიდევ უფრო განსაკუთრებულია, იმიტომ რომ თლად პირველი გამოცდილება 2 და 3 წლის ასაკში და შესაბამისად ყველას ნამდვილად ულოცავ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შვიდობიანად, ნაყოფიერად გავატარებთ ამ სასწავლო წელს. რაც შეეხება სიახლეებს, თქვენ ჩამოთვალეთ ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც გრძელდება, ბუნებრივია მაქსიმალურად ვეცადეთ და ყველა სკოლას მზაობა აქვს, რომ მიიღოს თავისი მოსწავლეები მაქსიმალურად მომზადებულად. ამისთვის ემზადება არა მხოლოდ სამინისტრო, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეული მასწავლებელი ემზადება, ასე ვთქვათ, თავის კლასის მისაღებად და ამისთვის არაერთი ღონისძიება აქვს. დაგეგმილი დილიდან თქვენს ნახავდით ალბათ Facebook გვერდებზე, ასე ვთქვათ, აზიარებს დიახ ყველა სკოლა, რომ როგორ ხვდება თუნდაც პირველ კლასელებს და თუნდაც ზედა საფეხურის მოსწავლეებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაც არ უნდა სისტემურად, ასე ვთქვათ, ჩვენ დავგეგმოთ პირობითად და დავუშვათ რეკომენდაციების სახით. მივცეთ ჩვენი ამოცანა ბუნებრივი არის ის, რომ ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იყოს სახელმძღვანელოებით, კომპიუტერებით, შესაბამისი გარემო შეუქმნათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტირება იყოს უზრუნველყოფილი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით რაიონებში ცოტა მოშორებით ცხოვრობენ საკუთარი სკოლიდან და ასევე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათ შორის ადაპტირებული ტრანსპორტი, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომობა გავზარდოთ განათლებაზე, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ მაინც ლოკალურად თითოეული სკოლის და თითოეული მასწავლებლის დონეზე და მათზე არის დამოკიდებული ის თუ როგორ დაიწყებენ ამ სასწავლო წელს და როგორ განხორციელდება მთლიანად სასწავლო პროცესი მთელი წლის განმავლობაში და ყოველდღიურ რეჟიმში. ანუ ფაქტურად ისინი ჩაებნენ ახლა იმ ფერხულში, რასაც ქვია, რომ ყოველდღიურად დილის 9 საათიდან აი ასე ვთქვათ, ჩართულები არიან არა მხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ მათი ოჯახის წევრებთან, მშობლებთან ამ ურთიერთობაში და იგივე ის პლატფორმა, რომელიც თქვენ ახსენეთ და ელექტრონული ჟურნალი, რატოა მნიშვნელოვანი, რომ მშობლის და ოჯახის ჩართულობა, მათთვის სწრაფად ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისად თუ რამე დაბრკოლებაა ამ სასწავლო პროცესში, ხო შესაბამისი რეაგირებები და პრევენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ერთის მხრივ ეს ყოველდღიური რუტინა, მეორეს მხრივ მუდმივად ცვალებადი სამყარო, ახალი შესაძლებლობები, ტექნიკური საშუალებები, გაჯეტები, რომელიც არის მოსწავლეების ალბათ, არ ვიცი, მარჯვენა ხელის და მარცხენაც, ხშირად ასე ვთქვათ, დროს აჩქარებს. გინდა არ გინდა, უნდა დაეწიო ამ პროცესს. დღეს განათლების მინისტრმაც და პრემიერმაც სწორედ აქცენტი გააკეთა ხარისხიან განათლებაზე. საინტერესოა, აი დროის ცვალებადობასთან ერთად როგორ ვიაზრებთ ამ ხარისხიან განათლებას. ერთის მხრივ თითქოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის ყველგან და ყველაფერში შესაძლებელი და მეორეს მხრივ აი ეს ფუნდამენტური განათლება, რომელიც სწორედ აი ამ რაღაცნაირად ხარისხს უკავშირდება და მე ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სწორედ ეს გადგება, გამოწვევა. აი აგვიხსენით თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რა გულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ ხარისხიან განათლებაზე. კი ბატონო, მე ამ შემთხვევაში რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი. ერთი ეს არის მასწავლებლების პროფესიული გადამზადება და მით უმეტეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ აჩქარდა სამყაროში გარკვეული პროცესები და შესაბამისად უნდა დავეწიოთ, ეს ზუსტად არის დაკვეთა ჩვენთვის, რომ მაქსიმალურად ამ თანამედროვე ტენდენციებს მიუახლოვოთ მასწავლებელთა პროფესიული მზაობაც, მათ შორის გაჯეტების გამოყენების კუთხით. მათ შორის იმ კუთხით, რომ როდესაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია, ხო ჩვენ გვაქვს მაგალითად არჩევითი კურსი მედია წიგნიერების და როდესაც ხელმისაწვდომია, ხო ბავშვმა რეალურად რა უნდა შეძლოს ამ ინფორმაციის გაფილტრვა, კარგის და ცუდის გარჩევა, ასე ვთქვათ, და შესაბამისად, ანუ სწორი და მართალი და ტყუილი ინფორმაციის გარჩევა და შემდეგ, რა თქმა უნდა, ამის გამოყენება საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, ხო? ამიტომ მასწავლებელთა გადამზადება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს SIPI, ასე ვთქვათ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელსაც ამ სასწავლო წლისთვის უკვე დაგეგმილი აქვს მრავალი აქტივობა, მათ შორის მოკრეული აქვს საჭიროებები, რეალურად რაში არის საჭირო გადამზადება და უკვე დაიწყება ეს პროცესი, რომ მაქსიმალურად დავეწიოთ, ასე ვთქვათ, ამ ტემპს. მეორე ალბათ მნიშვნელოვანი არის სასწავლო რესურსები, იმიტომ რომ ერთია რომ მასწავლებელს აქვს თავისუფლება მაქსიმალური, რომ შეუძლია გარკვეულად თავის შემოქმედებითი თუ არის, ესე ვთქვათ, და გამოიყენოს ის რესურსი, რომელიც მისი კლასისთვის არის ყველაზე რელევანტური, ხო? ანუ აქ ისევ და ისევ ბავშვის ინტერესებიდან ამოვდივარ, თუმცა მეორე არის ის, რომ სახელმწიფოს აუცილებლად, ესე ვთქვათ, აი ეს დაპაკეტებული სასწავლო რესურსები, ამას არ აქვს მნიშვნელობა სახელმძღვანელოს დავარქმევთ ჩვენ თუ დამატებით სასწავლო რესურსებს, ანუ სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ის ძირითადი რესურსი, აი რაც თქვენ ახსენეთ, რომ ფუნდამენტური განათლებისთვის, ის ძირითადი რესურსი, რომელიც აუცილებელია და მართლა ფუნდამენტია აი ამ სწავლის პერიოდში, ხო? შესაბამისად, ეხლა დაიწყება, ესე ვთქვათ, დაანონსებულია უკვე სახელმძღვანელობის მთლიანად ამოცვლა და ფაქტიურად განახლება ხდება როგორც სასწავლო პროგრამების, ასევე სახელმძღვანელოების, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩართულები იქნებიან თვითონ პრაქტიკოსი მასწავლებლები, ფსიქოლოგები, საგნობრივი ექსპერტები, პლუს დამატებით გვინდა, რომ მაქსიმალურად ეს რესურსები გაპილოტებული იყოს, სანამ საბოლოო სახით დაიბეჭდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ძირითადი სახელმძღვანელოები ნამდვილად გქონდეს ისეთი სახით, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვთქვათ, რომ ეს არის ფუნდამენტური განათლება, ხო? აი თავარი აქცენტი ქალბატონ ლალი, როდესაც ვთქვათ სასწავლო ლიტერატურას ვცვლით რა არის? იყოს ის თანამედროვე, ვთქვათ, მისეს შესაძლებლობა თანამედროვე მოსწავლეს საინტერესოც იყოს, თუ კიდევ ვთქვათ რაღაც დამატებითი ნიუანსები არის, რომელსაც ითვალისწინებთ. რა პირველი არის ალბათ ასაკობრივი თავისებურებები და რას გულისხმობ, ხო? ანუ ბავშვებსაც სხვა ტიპის ინტერესები აქვს. ასე ვთქვათ, სხვანაირად აღიქვავენ უკვე იმ სახელმძღვანელოებს, ხო, სხვანაირად, ვინაიდან ახლა გაჯეტები რადგან ახსენეთ თქვენ და ინფორმაციის მიღება ძირითადად ბავშვებისთვისაც გაჯეტებიდან ხდება, ეს ნიშნავს, რომ უკვე ინფორმაციის აღქმის პროცესი სხვანაირად არის. საკომუნიკაციო ენად შეცვლილია, შეგვიძლია ვთქვათ, ხა მე მახსოვს წიგნები, რომელთაც ვსწავლობდით, ის რო დღეს შეიტანო პირველ კლასელთან ვერ გაიგებს რეალურად, გაუჭირდება ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ენამაც თავისთავად განიცადა ცვლილება, ხო? ბევრად უფრო გამარტივდა და რაღაცნაირად ეს საერთაშორისო ასე ვთქვათ, ნორმების დამკვიდრდა. თან მით უმეტეს ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს
არა აქვს მნიშვნელობა წიგნი იქნება თუ გაჯეტით მიწოდებული რამე ინფორმაცია, თუ ბავშვისთვის საინტერესო არ არის, მაშინ რაც არ უნდა ვეცადოთ, ფაქტიურად არ გამოგვივა მისი ჩართვა სასწავლო პროცესში, ხო? აქედან გამომდინარე, მთავარი აქცენტი ჩვენთვის არის რა ახლა რომ ზუსტად ვიყოთ დარწმუნებული, ანუ მათ შორის რატო ჩამოვთვალე, რომ იმ ჯგუფში, რომლებიც დაუშვათ სახელმძღვანელოების გადამუშავებაში იქნებიან ჩართულები, ხო? იმ ჯგუფში აუცილებლად უნდა იყვნენ როგორც ფსიქოლოგები, რომლებიც ზუსტად ითვალისწინებენ ბავშვის თავისებურებებს, თანამედროვე ბავშვის მიდგომებს და ასე შემდეგ, მათ აღქმებს, ასევე დარგის სპეციალისტები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ფიზიკაში რა არის მინიმალური ცოდნა და გეოგრაფიაში რა არის ის მინიმალური ცოდნა და პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც ზუსტად იციან რა მუშაობს ბავშვთან და რა ვერ მუშაობს, უხეშად რო ვთქვა. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ თუ იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი ატყობს, რომ მაგალითად, არც მათემატიკის რამდენიმე ამოცანა მისცა ბავშვებს და თუნდაც ვიღაც არ არის აუცილებელი სრული კლასი, ხო? ვიღაცა უფრო გამორჩეულად, სწრაფად და უფრო რთულ ამოცანებს აკეთებს, მას რა თქმა უნდა აქვს შესაძლებლობა, რომ იმ ბავშვს დამატებით მისცეს დამატებითი ამოცანები, ხო? და იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ ბავშვი ვერ ეწევა აი ამ კონკრეტულ ტემპს, ანუ ეგეც არ არის პრობლემა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად მიყვება აი იმ ტემპს, რაც ასე ვთქვათ, იმ ბავშვისთვის არის ბუნებრივი, ხო? მით უმეტეს შეიძლება ისეთი ნახტომები მოხდეს, რომ მე-7, მე-6 კლასში დაუშვათ ბავშვი ვერ მოყვებოდეს ტემპში, მაგრამ უცებ მე-8 კლასში გააკეთოს ძალიან დიდი ნახტომი. ხო, ეს ყველაფერი არის ძალიან ინდივიდუალური და ამიტომ ესე ჩარჩოებში ჩასმას კი არა ყველაზე დიდი მნიშვნელობა არ ამით, მთავარი აქცენტი ჩვენ მაინც გადატანილი გვაქვს მასწავლებლის პროფესიონალიზმზე, მოსწავლეების მიმართ სწავლის პროცესის მორგებაზე და იმ შემთხვევაში თუ რამე ტიპის დახმარება ჭირდება მოსწავლეს, ამისთვის ყავს სისტემაში ფსიქოლოგებიც, სპეციალური მასწავლებლებიც, ასისტენტებიც და ყველა დამხმარე პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ეს ბავშვი მიზნებზე გავიდეს. როცა ვსაუბრობთ, რომ ინკლუზიური სისტემა უნდა დაინერგოს, აქ ხვდებით, რომ ის არის მრავალფეროვანი უპირველეს ყოვლისა, ყველასთვის ხელმისაწვდომი. შეიძლება ითქვას, რომ დამატებითი ამოცანები უჩნდება პედაგოგს საკვირაო პროცესში, ხო? მან უნდა შეძლოს და თანაბრად ჩართოს კლასის ყველა მოსწავლე კონკრეტულ, თქვათ, დავალებებში. საინტერესოა თავად პედაგოგების მხრივ რაიმე სიახლე ხომ არ არის მათი თქვათ მუდმივი ინფორმირებისთვის, დამატებითი თქვათ შესაძლებლობების გაჩენისთვის, რა პოლიტიკა არსებობს ამ წუთას პედაგოგებისთვის, რომ ის უპირველესად იყოს საინტერესო მოსწავლისთვის დღეს? კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, იმიტომ რომ ზუსტად რესურსი და მასწავლებელი არის ის, რაც რამაც შეიძლება უბიძგოს მოსწავლეს, რომ ძალიან დიდი სიხარულით მიდიოდეს სკოლაში და პირიქით, ხო? ამიტომ მთელი აქცენტი მაინც ეცდება. იმ შემთხვევაში პროფესიულ არჩევანსაც მოსწავლის საბოლოო ჯამში მაინც გინდა არ გინდა პედაგოგი განაპირობებს, კი, იმიტომ რომ კარგ პედაგოგს შეუძლია რომ ის ისე დაინტერესოს, რომ რაღაცნაირად მიცეს სხვა ემოცია, გააკეთოს ეს არჩევანი ცხოვრების შემდეგ. მშობლებიც ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი დაკვირვებით ამ ეტაპზე. რაღაცნაირად სანათეს გეთანხმებით არის აქტიურად ჩართული, განსაკუთრებით თქვათ თუ რიგ ძირძველ პროფესიებს ეხება და წარსულში ვთქვათ მათი ვთქვათ გენეტიკური ხაზი მიდიოდა კონკრეტულ პროფესიასთან, ესეც არის. კი ბატონო. რაც შეეხება მასწავლებლების, ესე ვთქვათ, ანუ არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას, но ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. ეს არის უპირველესი, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ვერც მოვიფიქროთ სისტემურად ისეთი რაღაცა, რაც პრაქტიკაში მასწავლებელმა უკვე გამოსცადა და შეუძლია, რომ თავის კოლეგას გაუზიაროს. და ასევე ახსენეთ თქვენ აი თანამედროვე რესურსები, გაჯეტები, ხო? სამინისტროში ეხა მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ბანკის პროექტის დახმარებით სწავლის მენეჯმენტის პლატფორმაზე, ანუ LMS-ი, ესე ინგლისური აბრევიატურაა, ლათინური აბრევიატურაა და სწავლის მართვის პლატფორმა, ესე ვთქვათ, სადაც შესაძლებლობა იქნება, რომ გაერთიანდეს ყველა მასწავლებელი, ყველა მოსწავლე ყავდეს ერთ სივრცეში და მთლიანად მოხდეს მათ შორის რესურსების სახელმძღვანელოების გაციფრულება. ოღონდ გაციფრულება არ გულისხმობს ბუნებრივია იმას, რომ უბრალოდ დასკანერებული PDF-ი ქონდეს, არამედ უფრო ინტერაქტიული რესურსები
რესურსები შეიქმნას, ლინკები ჩაიტვირთოს, ასე ვთქვათ, სიმულაციური რაღაც თამაშები იყოს ან ექსპერიმენტები და ასევე ის პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ ყველა მასწავლებელი თავის ინტერესიდან და თავის სფეროდან გამომდინარე, მარტო სფეროც არ არის, იმიტომ რომ შეიძლება ფიზიკოსი ვიყო, მაგრამ დაინტერესებული ვარ რაღაცა გეოგრაფიის რაღაც მასწავლებლებთან კომუნიკაციით, ხო? ანუ შესაბამისად შესაძლებელი იქნება, რომ სხვადასხვა ჯგუფებში გაერთიანდნენ და იქ უკვე თვითონ გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და აქვე ვიტყვი თქვენ ახსენეთ, რომ დიდი გავლენა ხდება მასწავლებლების მხრიდან პროფესიის არჩევაზე და ძალიან საინტერესოა პროფესიული ინტეგრირებული პროგრამების შემოტანა სკოლის ბაზაზე. ჩვენ დავიწყეთ პილოტით 20 სკოლაში იყო მხოლოდ დანერგილი გასულ სასწავლო წელს ინტეგრირებული პროფესიული პროგრამა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეს სწავლის პარალელურად შეუძლია, რომ რაღაც კონკრეტული პროფესია მოსინჯოს, თუ ასე ვიტყოდი, თავისი ბუნებრივია ინტერესიდან, შესაძლებლობიდან გამომდინარე, ანუ ბოლო საფეხურზე აიღოს ის 2 წლიანი პროფესიული პროგრამა და რაც მთავარია დასრულების შემდეგ აიღოს როგორც ატესტატი, ეს საკანონმდებლო ცვლილება უკვე განხორციელდა რამდენიმე ასე ვთქვათ კვირის წინ, აიღოს როგორც ატესტატი, ასევე აიღოს პროფესიულის დიპლომი. შესაბამისად ორი საბუთი კლასის მოსწავლეს, რომელიც სწავლობს საჯარო სკოლაში, შეუძლია პარალელურად ისწავლოს პროფესიულ სასწავლებელში, დაეუფლოს. ოღონდ ეს სკოლის სივრცეშია. პარალელურად შეისწავლოს პროფესია, აიღოს საბოლოოდ 2 წლის მერე როგორც ატესტატი, ასევე პროფესიულის დიპლომი. ანუ ფაქტიურად პროფესიულის დიპლომი აქვს და შეუძლია შრომით ბაზარზე გავიდეს. მეორე მხრივ უჭირავს ატესტატი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუძლია სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში, თუ ამის სურვილი ექნება. ან ორივე ასე ვთქვათ პარალელურად შეათავსოს. ეს არის მნიშვნელოვანი ერთის მხრივ იმისთვის, რომ ბავშვს პირდაპირ შეუძლია ნამდვილად პროფესიულია უკვე ასე ვთქვათ და ეს გადამზადება აქვს და პროფესიონალი და კვალიფიკაცია აქვს შესაბამისი და ბუნებრივია შეუძლია რომ მუშაობა დაიწყოს, უმაღლეს განათლებას ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს და მეორე მხრივ იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ ფაქტიურად სკოლის ბაზაზე სინჯავს რაღაცებს. ანუ შეიძლება დღეს გონია ან თავისი სურვილით, ან ვინმეს გავლენით არ აქვს მნიშვნელობა, რომ მაინც და მეც ეს პროფესია ისიდავს, მაგრამ აი ამ 2 წლიან პერიოდში მიხვდეს, რომ ეს სულაც არ არის მისთვის საინტერესო. თან ფიქრობ, რომ თანამედროვე სამყარო მათ რაღაცნაირად ცოტა მონეტარული ხედვა განუვითარათ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვსმენია, არაერთი ასეთი ადამიანია ჩვენს გარემოცვაში, სამეგობროში, რომ 13, 14, 15 წლის ბავშვებს აქვთ სურვილი იმუშაონ. და რაღაცნაირად ხო შექმნან რაღაცნაირად წინაპირობა იმისა, თქვათ, შემდეგ რას გააკეთებენ ცხოვრებაში. ამიტომ ეს ძალიან საინტერესოა ვფიქრობ, თუმცა ასევე მინდა რომ ის ძალიან მცირე დრო გრჩება მონაკვეთში მოვასწროთ საუბარი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე და უპირველესად ალბათ ინფრასტრუქტურაზე, სკოლების რეაბილიტაციაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. უბრალოდ პროფესიულზე ბოდიშვიხტი დავასრულებ, ანუ საპილოტეთ იყო 20 სკოლა, თუმცა ეხლა დამატებით 64 სკოლა და დაგვემატა ამ სასწავლო წლიდან და მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში და უკვე 800 სტუდენტი ყავს დარეგისტრირებული, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას, რადგან დროში ვარ შეზღუდული, მეც ცოტა სწრაფად ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, სკოლა არ არის მხოლოდ ფორმალური განათლების ადგილი, ესე ვთქვათ და გარდა იმ კლასიკური საგნებისა და ფუნდამენტური საგნებისა, რასაც ჩვენ თავაზობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო, ბუნებრივია, რომ არაფორმალური განათლებით, სხვადასხვა კლუბების შეტანით სკოლაში ბევრად უფრო განსხვავებული და ასე ვთქვათ, შეიძლება საჭირო უნარებით ვითარდება მოსწავლეებისთვის და ჩვენ თანამშრომლობთ არამხოლოდ ასე ვთქვათ, არამხოლოდ ჩვენ სისტემურად და სკოლა ინდივიდუალურად აკეთებს ამ არაფორმალური განათლების კლუბებს, არამედ თანამშრომლობთ მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსთან, თანამშრომლობთ თავდაცვის სამინისტროსთან და ვაძლიერებთ ღირებულებითი განათლების კლუბებს სამხედრო საქმეს სკოლებში იმისთვის, რომ აი ამ მთელი სწავლის პერიოდის განმავლობაში ფუნდამენტური ცოდნების გარდა ჭეშმარიტად ესეთი ეროვნული ღირებულებებით სავსე მოსწავლე გამოუშვათ სკოლიდან. სისტემას უწყებას რა მოლოდინი აქვს 12 წლის შემდეგ უპირველესად მოსწავლემ რა უნდა წამოიღოს სკოლიდან. მე მესმის რომ თანამედროვე ვთქვათ გარემო ყველა
ფიქრის შესაძლებლობებს გაძლევს და ალბათ კომპონენტი ბევრია და შეიძლება ჯაჭურადაც თქვათ იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ალბათ არის კონკრეტული მიზანი, რაც აქვს თავად უწყებას უპირველესად, მით უმეტეს დღეს როდესაც საუბარი კეთდება ხარისხიან განათლებაზე, რა არის მიზანი სისტემის სამინისტროსი უპირველესად რა უნდა წამოიღოს სკოლიდან მოსავლე. კი ბატონო, ჩვენ მოლოდინი გვაქვს და დაკვეთა ერთგვარი სკოლებისთვის, რომ რა თქმა უნდა გამოუშვან პირველ რიგში ეროვნული ღირებულებებით, სახელმწიფოებრივი ხედვით ყოფი ახალგაზრდები, მოქალაქეები, რომელსაც ექნებათ ყველა შესაძლებლობა, რომ მოახდინონ თვითრეალიზაცია, რომელთაც ექნებათ კონკურენტუნარიან გარემოში ადაპტირების და კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური მასშტაბით, საერთაშორისო მასშტაბით და ბუნებრივია, რომ ასე ვთქვათ, საბოლოოდ ეს ბედნიერი ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, თავის შეცნობით ჩამოყალიბებული მოქალაქე უნდა იყოს, რავი, სახელმწიფოსთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც ისეთი კეთილი. დიდი მადლობა ქალბატონ ლალი. წარმატებები მინდა გისურვოთ და მშვიდობიანი სასწავლო წელი. ლალი კალანდაძე, განათლებისა და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის.